ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები აქციის მონაწილეები დაეშინებინა, თუმცა დღესაც პროტესტის 353 დღესაც მოქალაქეები კვლავ დედაქალაქის მთავარ გამზირზე არიან. თქვენ მათ ხედავთ, ჩემ ზურგს უკან არიან მოსულები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, როგორც ამას აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ამ პროცესში არის სწორედ ის, რომ აქ არიან მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის გუნდს თუნდაც რამდენიმე დღით ყავდა გამოკეტილი ადმინისტრაციული პატიმრობით იზოლატორებში, თუმცა არც ერთი მათგანი არ უშინდება ბიძინა ივანიშვილის გუნდის ტერორს. მათ შორის რამდენიმე საათში იზოლატორის დატოვებიდან აქ იყო და არის აფგან სადიგოვიც და ისიც აგრძელებს ბრძოლას საქართველოს გათავისუფლებისათვის. ყველას მხნეობა, მზაობა, შემართება არის უცვლელი. ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას შეუფარავად, თუ საჭირო იქნება გადავლენ საავტომობილო გზაზე და სხვადასხვა პროტესტებით გააგონებენ საკუთარ კრიტიკულ ხმასსა და პოზიციას ქართულ ოცნებას. მე გამოვედი, დავბრუნდი, რა თქმა უნდა, რუსთაველზე, მთავარ ბასტიონზე პროტესტის საერთოდ ვერანაირი დისკომფორტი ვერ შემიქმნეს, იმიტომ რომ რადგან ვერ ბრძვი რუსს, ვარ ყველაფრისთვის მზად. აუცილებლად ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ეს ბიძინას მოწონს თუ არა. აი აქ თუ დამადებენ შუბზე იარაღს და დავაიო მეტყვიან ახლა აქედან არც მაშინა შემეშინდება. არ გასულილი ტყვის არ მეშინია. იმიტომ რომ არაფერს არ ვაშავებ და მიტომ რო გადავდიოდი სათობით ვიდექი და პაპუაშვილმა რო თქვა ფეხები გაჩაჩხული დგანანო ხო იცი რატო ვიდექით ისე იცი სათობით რო ვიდექით ვიღლებოდით და რაღაცნაირად უნდა სხეული უნდა დაგვემაგრებია პაპუაშვილო ასე იყო ეს აუცილებელია მაინც გამოსვლა რადგან პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაინახოს რომ საზოგადოებას არ ეშინია მისი რეპრესიული კანონების, არ ეშინია ქოცების. თუ ჩვენ ახლა გავჩერთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს და გავხდებით რუსეთის უკანაეზე. აუცილებელია რუსთაველზე დგომა, აუცილებელია წინააღმდეგობა და მამების და შვილების თაობამ, ყველა თაობამ ერთად უნდა აღიმაღლოს ხმა ბიძინა რუსის წინააღმდეგ. ქართული ოცნების ტერორმა და სადამსჯელო ღონისძიებამ ვერ შეაშინა მათ შორის სასულიერო პირებიც. ხალხთან ერთად არიან მამა დოროთე ყურაშვილი და ილია თოლორაია. ის დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად ამბობს იმას, რომ დააბრუნონ წარსულში ანალოგიური ქმედებებით გამოიჩენდა თავს და ისევ იგივეს გააკეთებდა, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში აკეთებდა, ანუ კვლავ დააფიქსირებდა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წემა, დასისხლიანება და მათ მიმართ მათი ანგარიშწორება და დევნა არის ძალიან დიდი სამართლობა, ამიტომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საპატრიარქო მასთან მიმართებით, მაინც დარწმუნებულია, რომ ისე გააგრძელებს ბრძოლას ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ამბობს, რომ ახლა ბრძოლის მთავარი ხაზი სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე გადის, სადაც იქამდე იდგება, სადამდეც საჭიროა. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ და ვუცხადებ მათ და ვეუბნები, რომ ჩვენ ხალხმა მიგვიღო არა იმის გამო, რომ გუდლები ვიყავით, არა იმის გამო, რომ ჯვრები გვეკეთა, არამედ იმის გამო, რომ ჩვენ ხალხს ვუცხადებთ სიმართლეს, ჭეშმარიტებას და ხალხის მხარეს ვართ და ვიდგებით. ჩვენ ნებისმიერ მდგომარეობაში ამ ხალხთან ვიქნებით და ნებისმიერ მდგომარეობაში ეს ხალხი ჩვენ მიგვიღებს სიმართლის და სიმართლის მხარეს დგევარ და ვიდგებით ბოლომდე. ეს გამასამართლა მეუფე შიომ, რომელიც არის რუსის მსახური, რუსეთისგან მოვლენილი, მაგრამ ამასთანავე დიდი სიყვარული და დიდი სითბო მივიღე აქ მდგომი ადამიანებისგან, ვისაც აქაურობა უყვარს, ესე ვიტყოდი იმ ქართველებისგან, რომლებიც არიან რუსთაველზე მდგომი ქართველები, მეუფე შიოს, რომელიც რუსეთის მსახურად არის დამდგარი და ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს და აქ ნაცემ ახალგაზრდებზე სიტყვა რა მოუღია ეპისკოპოს ღმერთის წინაშე რა უნდა თქვას, დასისხლიანებული ქართველების წინაშე რა უნდა თქვას.
მე კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ დღეს არის პროტესტის 343 დღე დედაქალაქის მთავარი გამზირი საავტომობილო გზა ჯერ არ არის გადაკეტილი, თუმცა მოქალაქეები ჯერჯერობით ასე საქართველოს დროშებით ხვდებიან ავტომობილებს, ასე აჩვენებენ ყველას საკუთარ პროტესტს. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩების კუთხეში უკვე არიან მობილიზებულები საპატრულო პოლიციის ავტომობილები და მიკროავტობუსები, თუმცა მიუხედავად ამისა, საზოგადოების რაოდენობა იმატებს, თუ აღქმადია კადრში მაქსიმალურად ვეცდები გაჩვენოთ. მოკლედ, აქ არიან იმ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ არის, რომლებმაც უკვე გაატარეს საპატიმროში რამდენიმე დღე, თუმცა მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ უშინდება ქართული ოცნების ტერორს, ყველას შემართება და განწყობა არის უცვლელი, ისინი ემზადებიან სულ ცოტა ხანში იმისთვის, რათა პროტესტის 343 დღესაც ისე გადაკეტონ რუსთაველის გამზირი, როგორც ამას მთელი ამ დროის განმავლობაში აკეთებდნენ.